თუ დავაკვირდებით ისრაელის და შეერთებული შტატების მოთხოვნებს, ღრმა ანალიზი არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ რა რეალური მოტივები იმალება ამ ულტიმატუმების უკან, რომ მაგალითად თუ ირანი დათანხმდება ამ მოთხოვნების შესრულებას და ის მაგალითად სრულად იტყვის უარს ურანის გამდიდრებაზე, ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და საკუთარი მოკავშირეების დახმარებაზე, ეს არის პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ საკუთარი უსაფრთხოების თვითლიკვიდაცია ირანის მხრიდან და რაც ასე ვთქვათ პრაქტიკულად დაუცველს და განეიტრალებულ ქვეყნად აქცევს ირანს ახლო აღმოსავლეთში და ეს არის გარკვეულწილად ისრაელისთვის იული ომის საწარმოებლად ნიადაგის შექმნა მომზადება, რომ მაგალითად გასული წლის 12 დღიანი ომი თუ არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური და წარმატებული და მიზანზე ორიენტირებული, მომავალში ასეთი თავდასხმა ისრაელის მხრიდან, რომელიც შეიძლება იყოს ტანდემში შეერთებულ შტატებთან, ეს ომი იყოს უფრო ეფექტიანი და მიაღწიოს იმ მიზანს, რა მიზანიც ამოძრავებს ამ შემთხვევაში, როგორც ისრაელს, ასევე შეერთებულ შტატებს და რაც გამოიხატება ირანში ხელისუფლების შეცვლით და საკუთარი, ასე ვთქვათ, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მიზნების მიღწევით, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე გლობალურად. მე არაერთ დიდი ვეზირის ეპიზოდში ვისაუბრე თუ რა არის, ასე ვთქვათ, ეს გეოსტრატეგიული მიზნები ირანის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან და ასევე ისრაელის მხრიდან. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რეალურად როგორ შეიძლება დათანხმდეს ოფიციალურად ირანი ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ წაყენებულ ამ მოთხოვნებს, ამიტომაც არის რომ ირანი დაჟინებით აყენებს დღის წესრიგში მხოლოდ ერთ საკითხს, პირველ საკითხს, ურანის გამდიდრების პროცენტულ შემცირებას. როგორც ვახსენე, ეს მოიაზრება 1.5% ბირთვულ შეთანხმებაში, ეს ნიშნული იყო 3.5% 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში. თუმცა ეს შეთავაზება, ასე ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელია თავად შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ შემთხვევაში შეერთებული შტატები და კონკრეტულად დონალდ ტრამპი ამით აღიარებს იმას, რომ მას სრულად არ გაუნადგურებია ირანის ბირთვული შესაძლებლობები და ურანის გამდიდრების შესაძლებლობები გასულ წელს, როდესაც მაგალითად ტრამპმა ომახიანად განაცხადა 12-დღიანი ომის შემდგომ, რომ ეს მოახერხა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანის 3 ბირთვული ობიექტი და მეორე და ასე ვთქვათ, საკვანძო მიმართულება ისაა, რომ ამ პოტენციურ სცენარში დონალდ ტრამპმა უნდა აღიაროს ის, რომ 2018 წელს გადადგმული მისი ნაბიჯი ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებით იყო შეცდომა და რეალურად დაუბრუნდება იმ სტატუს-კვოს, რომელიც არსებობდა 2018 წლამდე, 2015 წელს დადებულ ბირთვული შეთანხმებას გულისხმობ და ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები რეალურად აღიარებს ირანის ნაწილობრივ ბირთვულობას, რომ მას აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, რომ ბირთვული ტექნოლოგიები ჰქონდეს და გაამდიდროს ურანი და რეალურად ეს არის ირიბად ირანის როგორც რეგიონული აქტორის აღიარება და მისი, ასე ვთქვათ, სუვერენულობის შენარჩუნება.